რაკეტები უფრო სწრაფად იხარჯება, ვიდრე მათი ჩანაცვლება ხდება. ევროპაში ალიანსებში ბზარები ჩნდება. სამხრეთ წყნარ ოკეანეში დაძაბულობა იზრდება. ამერიკა ძლიერად გამოიყურება, მაგრამ მისი გავლენის მასშტაბი უკვე მის კონტროლის უნარს აღემატება. ეს მოულოდნელ დაშლას არ ეხება. ასე არ ხდება ეს. ეს უფრო ნელა და უფრო შეუმჩნევლად ხდება. თვე-თვეს მიხვება და ყველაფერი თანდათან იშლება. სანამ ერთი გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი, ყველაფერს არ დაანგრევს. არსებობს 6 კონფლიქტი, რომლებიც ამას იწვევს. ამერიკა ოფიციალურად ტაივანს ოფიციალურად ქვეყანას არ უწოდებს. ამის ნაცვლად არსებობს კანონი, რომელიც 1979 წელს შეიქმნა. კანონი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა ტაივანს შეიარაღებას მიაწვდის. კანონი, რომელიც არასოდეს ამბობს, რომ ამერიკა იბრძოლებს. ეს არის სტრატეგიული ბუნდოვანება, დიპლომატიური ფორმულირება, ანუ არ ამბობ, რას გააკეთებ რეალურად. ეს 4 ათეულ წელზე მეთხანს მუშაობდა, რადგან არავინ ცდიდა მას. ეხლა ეს იცვლება. 2025 წლის ბოლოს ჩინეთმა ჩაატარა მასშტაბური ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ტაივანის გარშემო ბლოკადებისა და ზუსტი დარტყმების სიმულაციას ახდენდა. აშშ-ის სარდლობამ არაერთხელ გააფრთხილა, რომ წვრთნები რეალურ ოპერაციულ განლაგებებს ემსგავსება და ერთმანეთისგან ვეღარ განასხვავებ. საზღვაო ხომალდებმა ალყაში მოქცევა ივარჯიშეს. სადესანტო ძალებმა სანაპიროზე ზეწოლის ოპერაციები ივარჯიშეს. აქცენტი შოუს კი არა, დროის სწორად შეჩევაზე გაკეთდა. ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ახლა ყოველდღიურად უვლიან კინმენის კუნძულს. ის ჩინეთის მატერიკიდან 2 მილზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. ეს სიმბოლური ზეწოლა არ არის, ეს რეპეტიციაა. პეკინი მოქმედებს სცენარით. მთავარი შეტევის წინ გარე კუნძულებს აჭრის. მაგრამ მთავარი შეტევა შეიძლება არასდროს მოვიდეს იმ ფორმით, როგორცაც ყველა ელოდება. ვაშინგტონი 10 წელია ემზადება D-Day სცენარისთვის ტაივანის სრუტეში. ამფიბიური დესანტი, რაკეტების მასირებული შეტევა, ომის აშკარა აქტი. ისეთი ნაბიჯი, რომელიც პასუხს აიძულებს. პეკინმა ეს წლები უფრო ჩუმად რაღაცის აშენებაში გაატარა. 2023 წლიდან ტაივანი რეგულარულად იუწყება წყალქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შეფერხებების შესახებ. რამდენიმე მთავრობამ, მათ შორის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა გააფრთხილეს, რომ ეს წყალქვეშა კაბელები თანამედროვე კონფლიქტში კრიტიკულ სისუსტეს წარმოადგენს. მაცუს კუნძულებს ინტერნეტთან კავშირი კვირების განმავლობაში არ ჰქონდათ. ბიზნესები შეჩერდა, გადახდები გაიყინა, კომუნიკაცია ჩაიშალა. ხშირად გამოჩენილია ის, თუ რამდენად არის თანამედროვე სამხედრო კოორდინაცია დამოკიდებული იმავე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არსებობს სატელიტური რეზერვი, მაგრამ წყალქვეშა კაბელები კვლავ ატარებენ უსაფრთხო მონაცემთა ნაკადის უმეტეს ნაწილს, მათ შორის ფინანსური ანგარიშწორების სისტემებს, რომლებიც თავდაცვის შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული. 2025 წლის დასაწყისში ჩინეთთან დაკავშირებული გემი პირდაპირ ტაიპეის ჩრდილოეთით მდებარე კაბელის ზემოთ იდგა, როდესაც ის გაცხდა. თებერვალში თოგოს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ღუზა ჩაუშვა აკრძაულ ზონაში, თაინანის მახლობლად. მან ღუზა ზღვის ფსკერზე გაათრია, სანამ კიდევ ერთი კაბელი არ გაწყდა. ტაივანის ხელისუფლებამ თითქმის 52 ეჭმიტანილი ჩრდილოვანი გემი დააფიქსირა, რომლებიც ტაივანის კაბელებთან ახლოს მოქმედებენ. გემების დროშები ქვეყნებს შორის იცვლება, ტრანსპონდერები ითიშება. და 2026 წლის იანვარში, პირველად ისტორიაში, ჩინეთის სამხედრო დრონმა ტაივანის ტერიტორიული საჰაერო სივრცე დაარღვია. ვაშინგტონისგან განცხადება არ გაკეთებულა, სანქციებიც არ დაწესებულა და პეკინმა ეს სიჩუმე აღნიშნა. ეხლა ჩინეთი კარანტინებს აწესებს. ეს ბლოკადა არ არის, ბლოკადა სამხედრო ქმედებაა. კარანტინს საბაჟო ოფიცრები ახორციელებებენ. და აქ სტრატეგიული ცვლილება შეუმჩნეველია, მაგრამ კრიტიკულია. ეს ესკალაციას ომის ნაცვლად ბიროკრატია წარმოაჩენს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო რეაგირების მექანიზმები სამხედრო ზღვარებისთვისაა შექმნილი და არა ადმინისტრაციულისთვის. პეკინი აცხადებს გაძლიერებულ შემოწმების წესებს ტაივანში მისული გემებისთვის. ყველა ტვირთზე ჩინეთის ხელისუფლებას წინასწარი დეკლარაცია უნდა წარედგინოს. ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდებს შეუძლიათ თავისუფლად ავიდნენ გემებზე. გემები, რომლებიც უარს იტყვიან, უკან გააბრუნებენ. არც რაკეტებია და არც ომის გამოცხადება. უბრალოდ ყველგან და ერთდროულად ძლიერ ძნეხს ახორციელებენ. ვაშინგტონის პრობლემა ის კი არ არის, რომ ბლოკადას ვერ უპასუხებს, არამედ ის, რომ პეკინი მათ იმგვარ ბლოკადას არ მოუწყობს, რაზეც რეაგირებას შეძლებენ. და აქ იწყება ყველაზე რთული ნაწილი. ტაივანი აწარმოებს მსოფლიოს ნახევარგამტარების 60%-ზე მეტს და ყველაზე თანამედროვე ჩიპების 90%-ზე მეტს, ძირითადად TSMC-ის მეშვეობით. ეს ჩიპები ჩაშენებულია ყველაფერში, დაწყებული F-35-ის ავიონიკიდან, რაკეტების დამიზნების სისტემებით და დამთავრებული ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურით. აშშ-ის თანამედროვე IRR-ის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია მომარაგების ჯაჭვებზე, რომლებიც ტაივანზე გადის. მომდევნო თაობის სისტემები, რომელზეც ამერიკა დებს ფსონს, ჰიპერსონიკული იარაღი, ხელოვნური ინტელექტი მხარდაჭერილი დამიზნება, მომდევნო თაობის გამანადგურებლები. ყველა ეს დამოკიდებულია იმ მომარაგების ჯაჭვზე. ეს მხოლოდ ეკონომიკური დამოკიდებულება არ არის. ეს სამხედრო დამოკიდებულებაცაა და ვადები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
წლების განმავლობაში სამხედრო ანალიტიკოსებს ეშინოდათ 2027 წლის შეჯრის, რომელიც ხალხის განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილეს ემთხვევა. ეს გარკვეულ სტრუქტურას აძლევდა დაგეგმას, მაგრამ ახლა ამ თარიღს უკან იხევენ. ამერიკის დაზვერვა ახლა ამბობს, რომ შეჯრის კონკრეტული თარიღი არ არსებობს. ეს თითქოს კარგი ამბავია, მაგრამ ასე არ არის. კონკრეტულ ვადაზე შეიძლება დაგეგმო. ეხლა დამგეგმავებს უწევთ ფიქრი. ეს ხომ არ არის ისწელი. მოკავშირეები უკვე აწყობენ თავიანთ გეგმებს. იაპონიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ტაივანზე თავდასხმა მისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ფილიპინებმა გააფართოვეს ამერიკული ბაზების ხელმისაწვდომობა. სეული კი უფრო ფრთხილია. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ სეულის მთავარი ყურადღება კვლავ ჩრდილოეთ კორეაზეა და არა ტაივანზე. იმ მომენტში, როცა ტაივანში სიტუაცია დაიძაბება, კიმ ჩენ ინი კორეის საზღვარზე მეორე ფრონტს გახსნის. ეს ყველა სტრატეგოს კარგად ესმის. რეალური დაძაბულობა იურიდიულში კი აშიკი არა, დროშია. ტაივანის ურთიერთობების აქტი იმ სამყაროსთვის დაიწერა, სადაც ესკალაციას კვირები სჭირდებოდა. პრესკი ესკალაცია საათებში შეიძლება ჩაეტიოს. აი, მთავარი კითხვა, რაზეც ამერიკას პასუხი არ აქვს, თუ პეკინი იმოქმედებს, იურიდიული ჩარჩო ძალაში დარჩება, თუ გადაწყვეტილება რეალურ დროში, ზეწოლის ქვეშ, არასრული ინფორმაციისა და გლობალური შედეგების ფონზე მიიღება. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ნაბიჯი საერთოდ არ გადაიდგმება? რა მოხდება, თუ ეს ერთი შეჭრა კი არა, არამედ ათასობით მცირე ქმედება? კაბელების გადაჭრა, დრონების შეჭრები, ეკონომიკური შეზღუდვები, ადმინისტრაციული ბარიერები. თითოეული მათგანი ომის დასაწყებად ძალიან მცირეა, მაგრამ ყველა ერთად ნელ-ნელა არტმევს ტაივანს ფუნქციონირების უნარს. ეს არის რეალური სცენარი ახლა. პეკინს არ სჭირდება ომის მოგება, რომელშიც შეიძლება ამერიკა ჩაერთოს. მას სჭირდება ისეთი ომის შექმნა, რომლის ამოცნობაც ამერიკას გაუჭირდება. უკრაინის ომი აღარ არის ის ომი, რომელსაც ამერიკა იგებს. ეს არის ომი, რომელსაც ამერიკა ცდილობს მართოს. მიზანი არასდროს ყოფილა სრული გამარჯვება. მიზანი იყო შეკავება. დასუსტებული რუსეთი, გადარჩენილი უკრაინა. გეგმა არსად გამქრალა. უბრალოდ ის პოლიტიკის გამსაზრველი აღარ არის. 2026 წლის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კვლავ გააქტიურდა სხვადასხვა არხებით. ევროპის სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავდნენ. პარიზში, ლონდონსა და ვაშინგტონში ოფიციალური პირები პირად საუბრებში აღიარებენ, რომ გაყინული კონფლიქტი ახლა ყველაზე სავარაუდო შედეგია. რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა. მოსკოვი არ დაუშვებს ნატოს ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე. მათ პირველ რიგში ტერიტორიებზე შეთანხმება სურთ. მოლაპარაკებები მეორე ხარისხოვანია. ამ ომის ფასი ფული კი არა, ინდუსტრიული რესურსია. ამერიკამ უკრაინაში 300,000 საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. პენტაგონის შესყიდვების ანგარიშები აჩვენებს, რომ წარმოება იზრდება, მაგრამ მაინც ჩამორჩება ომის დროს მოხმარების ტემპს. არმია სურს, რომ 2026 წლის შუათვის თვეში 100,000 ჭურვის წარმოებას მიაღწიოს. ეს შთამბეჭდავად ჟღერს, სანამ გაიგებ, რომ უკრაინა ამ რაოდენობის ჭურვს ორ კვირაში ისვრის. ის ჩამჭერი რაკეტები, რომელსაც უკრაინა იყენებს, სხვაგანაც არის საჭირო. ტაივანი, სამხრეთ კორეა, სპარსეთის ყურე, ევროპა. Lockheed Martin-ის პატრიოტის წარმოების ხაზი კამდენში, არკანზასში, ერთ-ერთი მთავარი ბოთლის ხელია. მენეჯერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ წარმოების გაზრდას წლები სჭირდება და არა თვეები. ყოველი პატრიოტის ბატარეა, რომელიც წელს უკრაინაში იგზავნება, ნიშნავს ერთ პატრიოტის ბატარეას, რომელიც გუამში აღარ დგას. მომარაგების ჯაჭვი სამოქმედო არეალებს შორის განსხვავებას ვერ არჩევს. ის უბრალოდ იცლება. ეს კი ევროპასა და წყნარ ოკეანეს ერთსა და იმავე კრიზისში აყენებს. ამიტომ ევროკავშირი მეტ ფულს გამოყოფს. ევროპა ხელახლა იარაღდება. პოლონეთი ნატოში თავდაცვის ხარჯების მხრივ ლიდერობს, როცა ეს MŠP-ს პროცენტულად განიხილება. გერმანიამ 100 მილიარდი გამოყო თავდაცვასა და ინფრასტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შესაძლებლობებებს აფართოებენ. ქაღალდზე ეს კარგად ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდია. რეალურად კი ეს კონკურენცია. ყველა ერთსა და იმავე შეზღუდულ რესურსს იყენებს. პეკინიც ამავე ციფრებს აკვირდება. უკრაინა მხოლოდ ტერიტორია არ არის, ეს სიგნალების გადაცემაზეცაა. რას ასწავლის მოწინააღმდეგეებს ხანგრძლივი, ძვირადღირებული და გაურკვეველი ვალდებულება? რას მიანიშნებს ზეწოლის ქვეშ მიღწეული შეთალის შეთანხმება შეზღუდვებზე? და სანამ ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობდა უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, ახლო აღმოსავლეთში უკვე ცეცხლი იყო გაჩენილი. 2026 წლის თებერვალში ამერიკამ და ისრაელმა 12 საათში თითქმის 900 დარტყმა განახორციელეს. ამ მისიას ეწოდა Epic Fury. ამ ოპერაციამ მოკლა უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი. ასევე დაიღუპა ათეულობათანის მაღალი თანამდებობის პირი. გარდა ამისა დაიღუპა დაახლოებით 170 მშვიდობიანი მოქალაქე. რაკეტა მოხვდა გოგონების სკოლას, რომელიც მანაფში საზღვაო ბაზის გვერდით მდებარეობდა. შურისძიების ფასი იყო ის ნაწილი, რაზეც არავინ იყო მზად. ირანმა დახურა ჰორმუზის სრუტე. მსოფლიოში გადაზიდული ნავთობის დაახლოებით 20% ამ სრუტეში გადის. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა მიწოდებაზე 1973 წლის შემდეგ. მსოფლიოს მომხმარებლებმა ზემოქმედება იგრძნეს როგორც ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე სასურსათო მაღაზიების სალაროებთან. ირანმა შურისძიება კიდევ უფრო გააძლიერა. დრონებმა სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს მთელ სპარსეთის ყურეში, საუდის არაბეთში, ბარეინში, ყატარში.
ამან კი მარიონეტული შეიარაღებული დაჯგუფებები კვლავ ჩართო პროცესში. 2023 წლიდან ჰუსიტები დასუსტნენ აშეტეშის ინტენსიური დაბომბვის კამპანიის შედეგად. მათი რაკეტების ქარხნები დაიბომბა, მათი ლიდერები მოკლეს. პენტაგონის ინფორმაციით, მათ სათადარიგო ნაწილები ეწურებოდათ. Epic Fury-დან 48 საათის შემდეგ ისინი ისევ წითელ ზღვაში დაბრუნდნენ და ტანკერებს ურტყამდნენ დრონებით, რომლებიც აქამდე არავის ენახა. ირანული დიზაინით აწყობილი კომერციული კომპონენტებისგან, რომლებიც ომანის გავლით კონტრაბანდით შემოიტანეს. დრონები, რომელთა აწყობა დაახლოებით $200 ჯდებოდა, ჩამოაგდებდნენ ჩამჭრელი რაკეტებით, რომელთა ღირებულება $2 მილიონ აღწევდა. გადამზიდავი კომპანიები იძულებულნი იყვნენ მარშრუტი კეთილი იმედის კონცხის გარშემო შეეცვალათ, რის გამოც გადაზიდვის ტარიფები პანდემიის დროინდელ მაქსიმუმს დაუბრუნდა. ეს გაცვლითი კურსი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა ორივემ გააფრთხილეს, რომ ამ დერეფანში ხანგრძლივმა შეფერხებამ შეიძლება ინფლაცია მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს. ჰეზბოლას და ისრაელის ბრძოლა გამწვავდა. დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. ჰეზბოლა რაკეტებს ისროდა იმ პოზიციებიდან, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის შეფასებით ცარიელი იყო. ვაშინგტონისთვის ეს გაკვეთილი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ირანის პროქსი სტატიკური სამიზნე არ არის. ეს არის ქსელი, რომელიც კვლავ იზრდება, სანამ თეირანი მას აფინანსებს. ირანს შეუძლია პროქსის აღდგენა რამდენიმე სატვირთო მანქანის ფასად. ამერიკას კი 7 წელზე ნაკლებ დროში ვერ შეუძლია ანტირაკეტების ქარხნის აღდგენა. თითოეული კვანძი ნახევრად დამოუკიდებლად მოქმედებს. თითოეულს შეუძლია ესკალაციის გამოწვევა. არც ერთი მათგანი არ საჭიროებს ირანის მხრიდან პირველი პირდაპირი გასროლის განხორციელებას. უმაღლესი თავდაცვის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მიმდინარე ოპერაციული ტემპი Readiness-ზე სხვა რეგიონებისთვის, მათ შორის ინდოცხნარი ოკეანისთვის, გავლენას ახდენს. და ეს მანამდეა, სანამ ბირთვული საკითხი დადგება. ირანის გამდიდრების დონეებმა ბოლო წლებში თითქმის მიაღწია იარაღისთვის საჭირო ზღვარს. ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ განაცხადა, რომ მონიტორინგის შეზღუდვების შემდეგ ირანის ბირთვულ საქმიანობაზე კონტროლი მნიშვნელოვნად შემცირდა. რა მოხდება, როცა ირანი ამ ზღვარს გადალახავს? რადგან, როგორც კი ეს მოხდება, რეგიონი აღარ დარჩება უცვლელი. საუდის არაბეთმა უკვე განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღების მიღწევას შეეცდება. 18 თვე თურქეთს ტექნიკური შესაძლებლობა აქვს. ეგვიპტეს мотивация აქვს. არაბირთვული გავრცელების ექსპერტები ავთხილებენ, რომ ბირთვული ირანი შეიძლება გახდეს ბირთვული შეიარაღების ყველაზე სწრაფი გავრცელების მიზეზი ცივი ომის შემდეგ და აშშ-ის ვარიანტები. ვარიანტები იმ მომენტში მცირდება, როცა ეს ხდება. სამხედრო მოქმედება უფრო სარისკო ხდება. დიპლომატიური ბერკეტები სუსტდება. რეგიონული სტაბილურობა ირღვევა. ამიტომ ირანის საკითხი არ არის, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანზე დარტყმა. თავარი ისა, რა მოხდება ამის შემდეგ. როგორ გამოიყურება შეკავების პოლიტიკა რეგიონში, სადაც ესკალაცია დეცენტრალიზებულია და ბირთვული ზღვარი ბუნდოვანია. და რაც მთავარია, რა ფასად ჯდება იქ ჩართულობის შენარჩუნება მაშინ, როცა ყველაფერი დანარჩენიც აქტიურია. ეს აუცილებლად ცალკე პრობლემა არ არის, მაგრამ ეს გამაძლიერებელია, რომელიც იმავე რესურსებს ამოძურავს. და შემდეგ არის ერთი ადგილი, სადაც არც ერთი ეს ბუფერი არ არსებობს. არც მარიონეტული ძალები, არც უარყოფის შესაძლებლობა და არც ინციდენტსა და ესკალაციას შორის დაყოვნება. სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მსოფლიო ვაჭრობის თითქმის მესამედი ამ წლებზე გადის. ენერგორესურსების გადაზიდვები, ნახევარგამტარები, წარმოებული საქონელი, ყველაფერი, რაც თანამედროვე წარმოების ჯაჭვებს უკავშირდება, ერთ დროს აქედან გადის. და ჩინეთმა 10 წელზე მეტი დახარჯა რუკის გადაკეთებაში. ხელოვნური კუნძულები, ასაფრენი ბილიკები, სარაკეტო სისტემები. ეს მუდმივი ყოფნის შექმნას ეხება. ინციდენტები სულ უფრო მატულობს. 2026 წლის მარტში ჩინეთის ფრეგატი სწრაფად მიუახლოვდა ფილიპინების ხომალდს, ტიტოს კუნძულის მახლობლად. ფილიპინელმა კაპიტანმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად გეზი შეცვალა. 2 დღით ადრე ჩინეთის კორვეტმა სროლის მართვის რადარი ფილიპინების ფრეგატზე მიმართა. იანვარში პეკინმა სკარბოროს რიფის შემოღობა საკუთრებად გამოაცხადა ის, რასაც საერთაშორისო სამართალი ფილიპინების წყლებად მიიჩნევს. შეხვედრები უფრო ხშირი ხდება და ზოგჯერ ძალადობრივიც შეიძლება იყოს. 2025 წლის აგვისტოში ჩინეთის საზღვაო ფლოტის გემი და ჩინეთის სანაპირო დაცვის კატერი ცდილობდნენ ფილიპინების ხომალდის თარამებას, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთს შეეჯახნენ. სულ მცირე 3 მეზღვაური დაიღუპა. აი, რამდენად ახლოს არის ეს წყლები კონფლიქტთან. ხოლო ის შეხვედრები, რომელთა შესახებაც მსოფლიო ვერ იგებს, ყოველ კვირას ხდება. ფილიპინების ხომალდებს წყლის ჭავლით ესროლეს იმდენად ძლიერად, რომ აღჭურვილობა დაზიანდა. ვიეტნამისა და ინდონეზიის ხომალდები განმეორებით შევითროებაზე საუბრობენ. ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ეხლა პოლიტიკის წინასწარ აღმასრულებელ ძალად მოქმედებენ. პეკინს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვება არ სჭირდება. მას სჭირდება, რომ თევზაობა, საბურღი სამუშაოები, პატრულირება და ვაჭრობა საკუთარ წყლებში ისეთ ქმედებად აქციოს, რისთვისაც ნებართვის აღება დაგჭირდებათ. ყოველ კვირას, როცა ეს მუშაობს, რუკაზე ხაზი იძრის.
კონტროლი ერთი დაპირისპირებით არ მიიღწევა. ის მოდის იმით, რომ დროთა განმავლობაში იცვლება, რა ითვლება ნორმალურ ქცევად. CSIS-ის აზიის საზღვაო გამჭვირვალობის ინიციატივამ ტაივანზე და რეგიონული კონფლიქტის გავრცელებაზე არაერთი სამხედრო სიმულაცია ჩაატარა. სცენარები იცვლება, მაგრამ დასასრული უცვლელია. თითქმის ყველა სიმულაციაში ამერიკა პირველივე კვირაში მთლიანად ხარჯავს გრძელდისტანციური ანტისაზღვაო რაკეტების მარაგს. CSIS-ის გუნდმა ამ მომენტისთვის ტერმინი შექმნა: ამოწურული მარაგები. აღარ არის რაკეტები, რომ ჩინურ გემებზე ისროლონ, სანამ ქარხანა წარმოებას არ დაეწევა. ბლოკადის ვერსიაში ტაივანის ელექტროენერგიის მიწოდება 20 კვირაში ნორმალური მაჩვენებლის 35%-მდე ეცემა. კუნძულის მომარაგებლად გაგზავნილი 100-ზე მეტი სავაჭრო გემი ჩაძირულია. ინვაზიის ვერსიაში მოკავშირეთა თვითმფრინავების 90% განადგურებულია, სანამ ისინი აფრენასაც კი მოასწრებენ. ეს ყველაზე ცუდი სცენარები არ არის. ეს საშუალო შედეგებია, გამარჯვებები. ასე რომ აქ მთავარი კითხვა მხოლოდ ესკალაცია არ არის, არამედ მდგრადობაც. ფილიპინელი მეზღვაური ჩინური ტყვიით იღუპება. რას აგზავნის ვაშინგტონი რეალურად? საიდან და რა ფასად? ჩინეთს ამარჩევანის იძულება არ ჭირდება. უბრალოდ უნდა გახადოს ეს გარდაუვალი. და ეს ჯერ კიდევ ის ფრონტია, სადაც სროლა ზღვაში უნდა მოხდეს. შემდეგი კი ბრძოლას შინ მოიტანს. სეული დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე შეკუმშულ სტრატეგიულ გარემოში მდებარეობს. დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო რადიუსში. მაგრამ ფხენიანი მასშტაბურად ფიქრობს, რადგან ჩრდილოეთ კორეა უკვე მხოლოდ რეგიონული შეკავების პრობლემა აღარ არის. უკრაინამ ყველაფერი შეცვალა. ჩრდილოეთ კორეამ გააღრმავა თანამშრომლობა რუსეთთან იმგვარად, რომ ეს პირდაპირ აჩქარებს მის იარაღის პროგრამას. აშშ-ის და სამხრეთ კორეის სადაზვერვო შეფასებებმა არაერთხელ დაადასტურა არტილერიის, სარაკეტო სისტემებისა და ტექნიკური დახმარების გათმარების გადაცემა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები გაგზავნეს კურსკში საბრძოლველად. მათგან დაახლოებით 1000 დაიღუპა. სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეამ მიიღო ის, რაც სინამდვილეში სურდა. სატელიტური ტექნოლოგიები, ცდომა რუსული საჰაერო თავდაცვის ცოდნაზე, მაგრამ ეხლა მათად ფულზე უფრო ღირებული რამ აქვთ. საბრძოლო გამოცდილება. ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი უნარები შეიძინეს. დრონებთან ბრძოლა, ელექტრონული ომი, კოორდინირებული ცეცხლი. უნარები, რომლებიც 20 წლიანი დემილიტარიზებული ზონის წვრთნებმა ვერასწავლა. ქიმის არმია აღარ არის მხოლოდ სადარაჯო ძალა. ეს არის ძალა საბრძოლო ვეტერანებითა და რუსი ინსტრუქტორებით. ტექნიკაც უმჯობესდება. სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოცდასაც ადრე წლები სჭირდებოდა, ახლა შეიძლება გაუმჯობესდეს გარე უკუკავშირის საშუალებით. მყარი საწვავის სისტემებია მთავარი ცვლილება. თხევადი საწვავის რაკეტებისგან განსხვავებით, მყარი საწვავის რაკეტების გაშვება შესაძლებელია სწრაფად და მინიმალური მომზადების დროით. ეს ამცირებს მოწინააღმდეგეებისთვის გაფრთხილების დროს საათებიდან წუთებამდე. ჩრდილოეთ კორეის მიერ მყარი საწვავის თრავების ბოლობის ბოლო ტესტები მიუთითებს, რომ ისინი განაგრძობენ პროგრესს უფრო სწრაფად გასაშვები კონტინენტთაშორისი სისტემების მიმართულებით და მანძილი აღარ წარმოადგენს პრობლემას. ფხენიანს აქვს 5-წლიანი გეგმა ბირთვული ტრიადის შესაქმნელად. მათ შორის არის პირველი ბირთვული წყალქვეშა ნავი. მისი მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მხოლოდ სიშორის მიხედვით უახლესი ხვასონგოცი მთლიანად კონტინენტურ აშშ-ს სამიზნედ აქცევს. ეს არ ეხება გამოყენების ალბათობას. ეს ეხება შესაძლებლობის სისწორეს. და შესაძლებლობა ცვლის შეკავების პოლიტიკას გამოყენებული იქნება თუ არა ის. კიბერსივრცე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ კორეას ბანკების სისტემა აღარ სჭირდება. 2025 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეის ჰაკერულმა ჯგუფმა, სახელად Lazarus ჯგუფი, ისტორიაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ქურდობა განახორციელა. მათ ერთ საღამოს Bybit-ის ბირჟიდან 1.5 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. ფული გაირეცხა მიქსერებისა და ფიქტიური ვალეტების მეშვეობით. გაეროს სადამკვირვებლო ორგანოების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლიდან მოყოლებული 6 მილიარდ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტა მოიპარა. ეს უბრალო ხურდა არ არის. ეს არის ეროვნული შეიარაღების პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად დოლარის სისტემის მიღმა ფინანსდება. ვაშინგტონის ყველა სანქციის ინსტრუმენტის მიღმა. ეს კრიტიკულია, რადგან ტრადიციული ზეწოლის ინსტრუმენტებს გვერდსუვლის და შემდეგი რაკეტის დაფინანსებას უზრუნველყოფს. აი, რატო აღარ იყო ფიონგიანგზე ზეწოლის გამკაცრება? რეალური პოლიტიკა დაახლოებით 2022 წლიდან. რეალური ყველაზე ცუდი სცენარი მომდევნო 24 თვეში არ არის გაშვება. ეს არის შოუ. ჩვეულებრივი ტრაექტორიით ICBM-ის ტესტი, რომელიც ჰავაისთან ახლოს დაეცემა. შეიძლება თუ არა ნდობა სტაბილური დარჩეს რეალური შორი მოქმედების შესაძლებლობის პირობებში. სეული უკვე საჯაროდ აცხადებს ამას. გამოკითხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით 70% სამხრეთ კორეელების მხარს უჭერს საკუთარ ბირთვულ იარაღს. ტოკიო კი პლუტონიუმს ხელახლა ამუშავებს. ბირთვული იარაღის არქონის სისტემა ერთდროულად 2 ადგილას ირღვევა. და სანამ დასავლეთი ყველაზე ხმაურიან ფრონტებს უყურებს, ყველაზე ჩუმი ფრონტი არსენალში არსებულ ყველა იარაღს საფუძველს აცლის.
აფრიკა და უფრო კონკრეტულად აფრიკის ლითონები. ყველა ელექტრომობილი, ყველა F-35, ყველა დრონი. ეს ყველაფერი იმ ლითონებზეა დამოკიდებული, რომლებიც მოდის საბადოებიდან, რომლებზეც ამერიკას რეალური ცდომა აღარ აქვს. დღეს აფრიკაში 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 2050 წლისთვის ეს რიცხვი 2.5 მილიარდს მიაღწევს. ეს არის კონტინენტი, რომელიც ჩინეთის ხელმძღვანელობით ეკონომიკურ სისტემაში ექცევა. ამ დროს ვაშინგტონი ისევ ფიქრობს, რომ დახმარების პროგრამები და სახელმწიფო ვიზიტები გეგმის თვალფასია. 2022-დან 2024 წლამდე მალიმ ფრანგი ჯარები გააძევა. იგივე გააკეთა ბურკინა ფასომაც. ამერიკა ნიგერში, აგადეში მრავალმილიონიან დრონების ბაზას მართავდა. ეს იყო საჰელში ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. მაგრამ 2024 წელს ისინი იქიდან გააძევეს. 3 დასავლური გაძევება 3 წელიწადში. სანამ დასავლეთი ტოვებდა რეგიონს, მოსკოვი შემოდიოდა. ვაგნერმა ოფიციალურად დატოვა მალი 2025 წლის შუაში, თითქმის 1 წლის შემდეგ ტინზავატენის ჩასაფრებისა, რაც კონტინენტზე მისი ყველაზე მძიმე დანაკარგი იყო. მაგრამ ვაგნერი სინამდვილეში არ წასულა. მან მხოლოდ სახელი შეიცვალა. აფრიკის კორპუსი ახლა პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშაა. იგივე ხალხი, იგივე საველე მეთაურები და ახალი ემბლემა. ის მოქმედებს მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიაში, ბურკინა ფასოში, ნიგერში და სუდანში. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 6 საიდუმლო ვაგნერის ციხე მალიში. ასობით სამოქალაქო პირი იქ ყავდათ დაკავებული და აწამებდნენ. ზოგიერთი გაუჩინარდა. ჩინეთის მოქმედება უფრო ჩუმი და ხანგრძლივია. ესეთი კომპანიების მეშვეობით, როგორიცაა China Molybden და სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, პეკინმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების ჯაჭვებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. ერთი მაღარო, თენკე ფუნგრუმე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, აწარმოებს მსოფლიოს სპილენძის 3% და კობალტის 5%. ეს ორი მეტალია, რომლებიც F-25-ის ძრავებსა და ელექტრომობილების ბატარეებს ამუშავებს. პეკინი ასევე აკონტროლებს გადამუშავების ეტაპს მსოფლიოს 20-დან მე-19 საკვანძო მინერალზე. მაშინაც კი, როცა აფრიკის მთავრობა ამერიკასთან მოაწერს ხელს სამთო შეთანხმებას, როგორც ეს კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გააკეთა 2025 წლის დეკემბერში, მადანი მაინც ჩინურ გადამამუშავებელ ქარხანაში უნდა წავიდეს, რომ რაიმე გამოსადეგად გადაიქცეს. 2026 წლის მარტში ჩინეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმებულმა სამთო შეთანხმებამ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყარა. 7 მილიარდი დოლარი ჩინური ინფრასტრუქტურისთვის და 1.2%-იანი როიალტი, არც ერთი დასავლური შეთავაზება ახლოსაც ვერ მივიდა ამასთან. 2025 წლის იანვარში ჩინეთმა რუსეთთან, ირანთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად ერთობლივი საზღვაო წურთნა ჩაატარა, კეთილი იმედის კონცხთან. როდესაც წითელი ზღვა ჰუთების და ირანის ომის გამო დაიხურა, კონცხი გახდა ერთადერთი რეალური მარშრუტი აზიასა და ევროპას შორის. და ჩინეთმა ახლახან ჩაატარა წურთნები იმის შესახებ, ვინ აკონტროლებს მას. ამ დროს კი ASS-ის ჩართულობა შემცირდა. AFRICOM კვლავ არსებობს როგორც სარდლობის სტრუქტურა პენტაგონის ქვეშ, მაგრამ მისი ოპერაციული გავლენა შემცირდა რამდენიმე რეგიონში ბაზების დახურვისა და საჰელში ძალების გაყვანის შემდეგ. 2026 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამბობს, რომ ამერიკამ, ციტატა, აფრიკაში განახლებული ტერორისტული აქტივობის მიმართ ფრთხილი უნდა დარჩეს. ალ-ქაიდას და ისლამური სახელმწიფოს საჰელის ფილიალები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე დედამიწაზე ნებისმიერი ჯიჰადისტური ჯგუფი. აი ასე გამოიყურება რეგიონი, რომელსაც ვკარგავთ. და ქვეყნები, რომლებსაც ვაშინგტონი ადრე თავის საკვდენებად მიიჩნევდა, უკვე სხვაგან იყურებიან. კენიამ 2025 წელს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივასთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ჩარჩო გააფორმა. ეს იგივე ქვეყანაა, რომელმაც 2000 წლების განმავლობაში ASS-ის ანტიტერორისტული ოპერაციებს უმასპინძლა. კენიის ოფიციალური პირები ახლა ღიად საუბრობენ პეკინზე, როგორც პარტნიორზე, რომელიც რეალურად მოდის ფულით. როდესაც კენიის შეიარაღებული ძალების მოადგილე უფროსი 2025 წლის ნოემბერში პეკინში გაემგზავრა, ASS-ის საელჩომ ნაირობიში ამ ვიზიტის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედიიდან შეიტყო. ტანზანიამ ახალი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია მართავს მათ პორტს, რომელიც პირდაპირ ინდოეთის ოკეანის გადაზიდვის მარშრუტებზე მდებარეობს. პორტი, რომლის შესახებაც ASS-ის საზღვაო ძალებს ადრე უთხრეს, რომ სამოქალაქო დანიშნულების დარჩებოდა. ეთიოპია ახლა ჩინურ სათოლთოლო სისტემებს კედულობს. სენეგალს, რომელსაც ASS-ში ადრე სამაგალითო დემოკრატიულ პარტნიორს უწოდებდა, ახლა ახალი პრეზიდენტი ხავს, რომელმაც საარჩევნო კამპანია დასავლური სამთო კომპანიების გაწევებაზე ააგო. მისი პირველი საგარეო ვიზიტი მოსკოვში იყო. თითოეული ნაბიჯი ცალკე შეიძლება შეიცვალოსოს. ერთად კი არა. ლობიტოს კორიდორი ერთადერთი ნათელი წერტილია, რომელსაც ვაშინგტონი უსვამს ხაზს.
აშშ-ის მხარდაჭერილი სარკინიგზო ხაზი ზამბიის სპილენძის რეგიონიდან ანგოლას გავლით ატლანტის ოკეანემდე. თეორიულად ეს არღვევს ჩინეთის მონოპოლიას აფრიკული სპილენძის მარშრუტებზე. პრაქტიკაში კი კორიდორის სამ ქვეყანას გადის და დამოკიდებულია ანგოლას პოლიტიკურ სტაბილურობაზე, რაც არასოდეს ყოფილა გარანტირებული. და მაშინაც კი, როცა სპილენძი ანგოლაში ლობიტოს მეშვეობით აღწევს, ის მაინც იტვირთება გემზე, რომელიც ჩინეთის გადამამუშავებელ ბელ ქარხანაში მიემგზავრება. აფრიკა ცალკე ფრონტი არ არის. ეს არის ფონი, რომელიც განსაზღვრავს განძლეობას ყველა სხვა ფრონტზე. რადგან მინერალები იერაღის წარმოებას ამარაგებს, მიწოდების ჯაჭვების შეკავების უნარს ამღამღარებს, ხოლო ეკონომიკური თანხვედრა სტრატეგიულ თავისუფლებას უზრუნველყოფს. თუ ეს შემომავალი რესურსები შეიცვლება, ყველაფერი სხვაც იძაბება. ასე რომ, როცა ყველა 6 ფრონტი ერთად განიხილება, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა იზრდება. იზრდება. მაგრამ ამერიკას მოკავშირეები ჰყავს. მას ფული აქვს. 900 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც 10 მომბევნო ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს ერთად აღემატება. ამერიკას რაც აკლია, ეს არის ძალ. ნამდვილი ბრძოლა 2026-ში ერთ თეატრში არ მიმდინარეობს. ის იმ განსხვავებაშია, რაც ვალდებულებებსა და შესაძლებლობებს შორისაა, დაპირებებსა და წარმოებას შორის, კოპნასა და ხელმისაწვდომობას შორის. ჩინეთს არ სჭირდება, რომ ტაივანი წელს დაეცეს. რუსეთს არ სჭირდება, რომ უკრაინა დაინგრეს. ირანს ხვალვე არ სჭირდება გარღვევა. ჩრდილოეთ კორეას არ სჭირდება სროლა. და აფრიკას არ სჭირდება ალიანსის გამოცვალება. მათ მხოლოდ დრო სჭირდებათ. და დრო ავლენს შეზღუდვებს. ვაშინგტონში ყველა სტრატეგოსი ამას უკვე პირად საუბარში კარგად ხვდება. ყოველი გეგმის საფუძველში ერთი და იგივე ვარაუდია ჩადებული, რომ სხვა კრიზისები მშვიდად დარჩება, სანამ მათი აქტიურია. 5 ვარაუდი ერთმანეთზეა დადებული. თითოეული ცალკე გონივრულია, მაგრამ ერთად შეუძლებელია. ამიტომ ნამდვილი კითხვა ის კი არ არის, რომელი კონფლიქტი გაიმარჯვებს, არამედ რომელი კონფლიქტი დაიწყება მაშინ, როცა სხვები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. რადგან ეს არის მომავლის ერთადერთი ვერსია, სადაც სისტემა სრულად მოწმდება. არა თანმიმდევრულად, არამედ ერთდროულად. და როცა ეს მოხდება, შედეგს წინასწარ დაწერილი სტრატეგიული დოკუმენტები არ გადაწყვეტს. ეს გადაწყდება იმით, რაც მარაგში დარჩება, რაც წარმოებაში დარჩება და რაც რეზერვში დარჩება. ყველაფერი დანარჩენი უკვე განაწილებულია. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.